დღეს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტზე ჰქონდა განხილვა კონსოლიდირებული ანგარიშის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ყოველ წელს ორჯერ გაზაფხულზე და შემოდგომაზე ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ამზადებს ანგარიშს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. დოკუმენტში დეტალურად არის მიმოხილული ის უსაფრთხოების გარემო, რომელიც არის აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, დეტალურად არის მიმოხილული ის გამოწვევები, რაც დგას ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევების თვალსაზრისით და იმ ჰუმანიტარული ფონის თვალსაზრისით, რომელიც არის ადგილზე. საკმაოდ მნიშვნელოვანი განხილვა ჰქონდა მინისტრთა კომიტეტზე, დეტალურად მიმოვიხილეთ არსებული ვითარება, ჩვენ წარვადგინეთ ყველა ის საკითხი, რომელიც აწუხებს ქართულ მხარეს, ის მძიმე მდგომარეობა, რომელიც არის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ვისაუბრეთ იმ დინამიკაზე, რომელიც არის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან მიმართებაში. შეხვედრის ფარგლებში დელეგაციებმა გამოხატეს სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი მინდა გაუსვა იმ ძლიერი მხარდაჭეროს ატმოსფეროს, რომელიც სუფევდა მინისტრთა კომიტეტის დროს. ასევე აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა შეხვედრა გენერალურ მდივანთან, საკმაოდ დეტალურად მიმოვიხილეთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, მიმოვიხილეთ არსებული უსაფრთხოების გარემო და ის ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული მდგომარეობა და ასევე მინდა ხაზი გაუსვა იმ პოზიტიურ ატმოსფეროს, რომელიც ჩვენი შეხვედრის დროს სუფევდა.